მე უკვე ვიცი რომ ხარ ზღაპარი რა არ მიამბეს ცისკრის ზარებმა სადაც გაივლი შენი გზაკვალი მუშების თოვლი დაიფარება მე უნდა გძებნო მე უნდა გპოვო თუნწინ აღმიდგეს მთელი საწუთრო როგორ მე უნდა დაგიმარტოვო როგორ მე უნდა დაგისაკუთრო ციდან შენთვის დავეშვი შენთვის უნდა ვხარობდე რომ შენს ბაღჩა ბაღებში წყაროდ მოვძანწყალობდე დავშრე როცა გაგწვალო არ მოვიტყოდან დომას უნდა შენგანაც ვალოთ შენი ახალგაზრდობა მოვდივარ სტვენით შემკრთალი შველი და ბალახივით მომაქვს ლექსები რწმენა მაქვს შენი ნდობა მაქვს შენი გულში გიგრავდა გეარლერსები შენ რომ არ იფოცვა არ იქნება შენ რომ არ ვყავდე ხსნა არ იქნება დასული ჩემი სიმღერასავი გულიდან გულშია გადიღორება ციდან შენთვის დავეში შენთვის უნდა ვხარობდე რომ შენს ბაღჩა ბაღებში Love is in the air, everywhere I look around. Love is in the air, every sight and every sound. And I don't know if I'm being fooled, don't know if I'm being wise, but it's something that I must believe in, and it's there when I look in your eyes. Love is in the air, in the whisper of the tree. Love is in the air, in the thunder of the sea. And I don't know if I'm just dreaming, don't know if I feel safe, but it's something that I must believe in, and it's there when you call out my name. Love is in the air, love is in the air. Oh, 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 Love is in the air, in the rising of the sun. Love is in the air, when the day is nearly done. ეს ყველა კარგად ვიცით რომ ჩემი გოჩას ოჯახში არის ხორცილი და კარგი ამბავი. მე მინდა სული და გული დავლოცო ჩვენი მეფედოდობა და ჩვენ თამადობას გასცემ დღეს ალექსანდრე ცუცქილიძე ძალიან კაცი ვიღაცი და აბა უსმინოთ ყველამ დაუდგეთ ერთი და დავლიოთ დიდობა მიღვინო შეძნებით და მარად ვისაც რამდენი გეზია მოგება
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თუ რა ხდება დღეს ყემალაძეებისა და სესულების ოჯახში. არის დიდი ბედნიერება. აქ მოწვეული ვართ ახლობლები, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები. დღეს არის ბედნიერების დღე და მე ვთხოვთ რომ გაუსმინოთ ერთმანეთს. ღვინისმა იქნება თავისუფალი, ვისაც როგორ უნდა, როგორც ენება შეუძლია თავადის გარეშეც მიირთვან თავიანთ მეზობლებთან ერთად მაგიდასთან. მაგრამ იმას მოსმენა ძალიან თხოვთ, ამადა რომ ფეხზე დადგება 2 წუთით ყველა მოусმინოთ. თუ ამ პირველზე თანახმა იქნებით, მე მინდა ჩემს გია გვარამიას ვთხოვოთ შემეხმიანოს ხოლმე ამ სუფრიდან და თემო ნინუას ჩვენ სიზეს დღეს არის ბედნიერების დღე, ხინის დღე, თანამედროვე ტექნიკის პირობებში ყველა ვნახავთ ხვალ ამ დღევანდელ დღეს და ამიტომ ყველა მოვიქცეთ ისე, როგორც ქორწილი შეეფარდება და ბედნიერების და ხინის სუფრას. თუ თანახმა ხართ ყველაფერზე, კეიფი დაგვიწია, ვახსენოთ ღმერთი და შევუდგეთ საქმეს. ღმერთს დილება ქონებოდეს, ყველა საქმე იწყება ღმერთის დიდებით, ყველა დიდი საქმე იწყება ღმერთის დიდებით. რაც ამ ღმერთს არასწავლეს, არასაქმე არ იქნებისა და ღმერთის დებით ხდება. დღეს რომ ჩემი ლაშა და ჩემი სოფო შეუქმნენ, შექმნეს პატარა ოჯახი, ღმერთის დებით ხდება, რომ ჩვენ ამ სუფრაზე ვართ მოწვეულები და ლები და უსულო ამ პატარა ახლად შექმნილ ოჯახს რომ ღმერთის ფარველობით ეცხოვროს ამ ქვეყანაზე. ღმერთის ფარველობით ეცხოვროს თქვენ და თქვენი განადგურებული ნაბიჯები ღმერთის ფარველობით ყოფილიყოს. ღმერთს დიდება ხოთ და ჩვენ კი მშვიდობა მოგცეს და მშვიდობიან სიტყვას მეცხოვრის.
განხილვებისას ქართველები აღნიშნავენ ორჯერ წელიწადში დღევანდელ დღეს 6 მაისთან განსაკუთრებულად 23 ნოემბერს. დღეს არის წმინდა გიორგის ორბანზე წამების დღე. დღეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე. მე მოგილოცავთ ყველა თქვენგანს დღევანდელ დღეს გიორგობას. წმინდა გიორგი იყოს თქვენი ოჯახებისა, თქვენი მფარველი და მრავალ სამშობლოზე დღევანდელ დღეს შემოგვიყვანოს მეგობრებო. ხარავდნენ წმინდა გიორგის მადლიდან ძალიან. იცოცხლეთ. Subi, so very bad,
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს სახელმწიფოს და შემოგთავაზებელს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მისი აღსაყდრებიდან 77 წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი აღსაყდრება შვედიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში და მის შემდგომ საქართველოში მართლმადიდებლური ავტოკეფალიის 15 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ცალკე აღებულ არცერთ ასწლეულში არ ყოფილა იმდენი აღმშენებლობა ეკლესია დაძლებისა, როგორც ილია მეორის აღსაყდრებიდან დღემდე ამ 35-31 წლის მანძილზე. ის არის კაცი, რომელმაც ჩვენი ერი სულიერების განადგურების გზაზე რომ იყო მისული, კვლავ თისკენ შემოადრიალა. მისი დიდი მოღვაწეობით გადაიდგა მძლავრი და ლამაზი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისათვის. არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ თავისი სიტყვა არ ეთქვას და ერი არ გამოიყვანოს იმ სიტუაციიდან, თუ რამე სასწაულს გადახდენოდა. და მისი სადგერძელო და საქართველოს დედა ეკლესიის სადგერძელო ისივე სიტყვებით მინდა დავამთავრო. როგორ იქნება, როდის იქნება, როცა კითხვები გულში გიჩნდება, გულფიქრები მოასწრო კითხვებს, მერეთის წყალობით სულ ყველაფერი კარგად იქნება. აუმაჯოს დედა ეკლესიასა და ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორის. ჩვენ შეკრებილი ვართ, როგორც წინათ აღვნიშნეთ, ბედნიერების დღეზე. ჩემმა სოფომ და ჩემმა ლაშამ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ბედი დაეკავშირებინათ ერთმანეთისათვის და შეექმნათ ლამაზი ქართული ოჯახი. მე ვადგინძელებ ჩვენს მეფე-დედოფალს, ჩემს სოფელს და ჩემს ლაშას ვადგინძელებ. ადამიანის ცხოვრებაში მრავალი ღირსშესანიშნავი დღე არის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. და ერთ-ერთი არის ის დღე, როცა ისინი თავიანთ ბედს ერთმანეთს უკავშირდებენ. ქორწინების დღე. სწორედ ეს დღეა დღეს თქვენ ცხოვრებაში, ეს არის ბრწყინვალე დღე და დღესასწაული. თქვენ მომილოცნიათ ბრწყინვალე დღე. გისურვებთ ჯანმრთელობას, ჩემო შვილებო, იგივეს გეტყვით. გისურვებთ ლამაზად ყოფნას, გისურვებთ ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას, გისურვებთ შვილთა სიმრავლეს, ერის გამრავლებას და ყველაფერი ბედნიერი თუ რამ კაცობრიობისთვის არის დღესდღეობით თქვენს გარშემო ყოფილიყოს. გისურვებთ ღმერთის მფარველობისთვის ამ ქვეყანაზე ცხოვრებას. მრავალჟამიერ ყოფილიყოს თქვენი შეუძლება და სიკეთე და გამარჯვება რომის შემოსვლით. იცოცხლეთ. Avren Travi.